ზუგდიდის სპორტ კომპლექსი 2 დღის მანძილზე ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ხელბურთის ჩემპიონატში სულ 5 გუნდი მონაწილეობს და დაკომპლექტებულია 1998-1999 წლებში დაბადებულ გოგონათა შემადგენლობით. ეს არის ევროპის ბავშვთა ოლიმპიური თამაშები, რომელშიც საქართველოს ღებულობს ხელბურთში მონაწილეობას 1998-99 წლებში დაბადებულ ბავშვების შემადგენლობით. ეს არის გათამაშების მეორე ტური. პირველ ტურში ზუგდიდმა აიღო მესამე ადგილი. ახლა ეს არის მესამე მონაწილეობს 5 გუნდი. დასავლეთ საქართველოს 5 გუნდი. გამარჯვებული კოლექტივებიდან შედგა ნაკრები გუნდი, სადაც ზუგდიდიდან ბიჭებში მოხდა 3 ბიჭი, გოგოებში 1. ისე რომ ძალიან დიდი მიღწევა 20 წლის შუალედის შემდეგ ზუგდიდმა უჩვენა თავისი სახე 1 წლის განმავლობაში. მიხარია რომ ტარდება ესეთ სპორტული შეჯიბრებები და ვიღებ ჩემი ქალაქის სახელით მონაწილეობას. იმედია გავიმარჯვებთ. ტურნირი ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. გამარჯვებული გუნდები 2015 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებიან. ტურნირი ხელბურთში დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.